არ ვიცი იმათ თავებში რა იყო ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია, ანუ შედეგი ეს არის, მაგრამ აი ის წვრილ ფეხობა, რომელიც ამას უწყობდა ხელს, იმათ ჰქონდათ რაღაც თავისი წვრილი მიზნები. მაგალითად, ჩემ ინსტიტუტზე მოვყვები, რომ იქ ითქვა, რომ შევამციროთ, გავაძევოთ, ყველა ინსტიტუტში არ მოხდა რა ასე, ზოგან მოხდა და ჩვენთან მოხდა ასე. წავიდნენ ესენი, იმიტომ რომ ხელფასი მოგვემატება. მე გეტყვით ახლა ხელფასის მომატება რას ნიშნავს. მე ვიყავი განყოფილების გამგე, კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და მქონდა 120 ლარი ხელფასი. ბატონი დავით მუსხელიშვილი იყო ჩვენი დირექტორი ისტორიის ინსტიტუტში და მქონდა 140 ლარი ხელფასი. და როდესაც მათ ეს თქვეს ოფიციალურად ხდომაზე, ეს არ დაუმალიათ, რომ ხელფასი მოემატებოდათ და ჩვენ გადავიანგარიშეთ, ფაქტიურად თითოს ემატებოდა 5-5-დან 7 ლარამდე. ეს ერთი. მეორე, ზოგიერთებს უნდათ წამყვანი ადგილების დაკავება. ძალიან მაღალი დონის მეცნიერები გაუშვეს პირადად ჩვენი ინსტიტუტიდან. ჩაატარეს, ესე იგი, ატესტაცია, შემდეგ ეს იყო გასაჩივრებული თქვენთან ბატონ სოზარ, შემოვიდნენ განცხადებით ისტორიის ინსტიტუტიდან, თქვენ აღიარეთ, რომ იყო დარღვევები და მეორედ ჩაატარეს, მეორედ იგივე გაიმეორეს. აი ამ იმას მეორედ იმას ჩატარებას კინაღამ შეეწირა ასევე დიდი მეცნიერი ნანა ხაზარაძე. იმიტომ რომ ისეთი შეურაცხყოფები აყენეს იქ და ისე მოექცნენ თვითონ იმ ატესტაციის დროს, რომ მე და თამილა ცაგარეიშვილი და ნანა მეგობრობდი და მთელი ღამე ჩვენთან იყო ნანა, რომ რამე არ მოსულოდა. აი ისეთი, ესე იგი, ისეთი ქცევები ჰქონდათ მისდამი.